მე ნოდარიმ და გურომ უმაგრესი სათავგადასავლო ლაშქრობის ვიდეო მოგიმზადეთ. სადღაც ერთი თვის წინ ამიდამოში ვიყავი, დავინახე ეს საოცარი სარიკდეები თავისი ნაცვნარით. და ვთქვი, რომ ოდესღაც აქ წავიდოდი მაშინ, როდესაც ვინმე ჩემნაირს გავიცნობდი. და დადგა ეს დღეც. გავიცანი ორი ძალიან ჯიგარი ბიჭი, ისინი ჩემთვის ბავშვობის მეგობრები ვითიქცნენ. თან გვექნება ყველაფერი. თითო ჩანთის წონა სადღაც 15-დან 18 კილოგრამამდეა. მოგვიწევს ვიაროთ ტყე-ტყე. უსასტიკეს აღმართებზე, სადაც 4-ზე მოგვიწევს სიარული. მოვყვებით წვიმაში. პირადად მე დავიძინებ უბანძესი ტენტის ქვეშ, რომელიც ისი ატარებს წყალს, თითქოს და გარეთ ღიეცის ქვეშ იწვება. ჩვენს გარშემო ღამით მტაცებლები იყვნენ. აქ გათვალისწინებული საერთოდ არაფერი არ გვაქვს. უბრალოდ დავინახეთ ეს ადგილი და სამივემ გადავწყვიტეთ, რომ ავიდეთ. რაც არ უნდა მოხდეს გზაში, არ გვაინტერესებს. წინ გროვდებათ საოცარი ვიდეო, მანამდე კი არ დაგაუწდეთ არხის გამოწყობა. სულ ცოტაც და 300,000-ზე ავთ. რისთვისაც ძალიან მაგარ ვიდეოს გიმზადებთ. ჩაუჯექით მეგობრებო. ჩემი ჩანთა არის 17-18 კილო რა. ვუაწონე სახში. ახლა კიდე რაღაცები რო დავამატეთ ეგრე არის. მაგრამ თავს გძნობ ისე რომ თითქოს გუშინ ამით ვაკეთებდი ბუქნებს და აჯიმანიებს. გავსებული. ვარჯიშობ. ხო. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBR Wilds. აქ არის ნოდარი, გესალმებით. აქ არის გურო. გახსოვთ სადღაც ერთი თვის წინ მე და ნინიმ დავდეთ კონის ვიდეო. ხო, აქეთ უკვე აღარ არის. მაშინ ზემოთ ხედი მომეწონა მაგრად. კლდეები იყო, უზარმაზარი და ზემოთ ასევე ტყე. მაშინ თქვი რომ როდესაც ვინმე ჩემნაირს გავიცნობ თქო, იქავალ თქო და აგე მე ნოდარი და გურო ვაპირებთ რომ მან დავიდეთ. არც ბილიკია, არც გზა, მაგრამ შევძლებთ და ავართ და იქ დავრჩებით. დღეს ჩვენი მიზანია რომ აი აქედან რომელიმე კლდის თავზე ავიდეთ, სადაც დავბანაკდებით. ნახოთ, საკმაოდ რთული გზა ჩანს, არც ვიცით რომელი გზით წავიდეთ, იმიტომ რომ ამ ტყეში ფიზიკურად გზა და ბილიკები არ არის. მოგვიწევს გზა თავად გავიგნოთ და როგორმე რომელიმე კლდის თავზე ამოვყოთ თავი. ისიც არ ვიცით იქ სისწორე დაგხვდება თუ არა რომ დავბანაკდეთ. მოკლედ, აქ უკვე ჩვენი მუღამია მთავარი, რა დაგხვდება ეგ უკვე აღარ გვაინტერესებს. დღეს პირველად ტესტავ ჩემ ახალ ჩანთას, რომელიც მაქვს კემპში არისგან, ჩემი არხის სპონსორია. აწი იცოდეთ. ჯოხებიც ქონდა წამოღებული, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ, იმიტომ რომ აქ ცოტა გაშლილი სივრცეა, მაგრამ ქვემოთ ტყეში რომ ქვემოთ ზემოთ უფრო იქით რო ავალთ, ჯოხი ფიზიკურად არ დამჭირდება პირიქით ხელს შემისვლის. მაგრამ აი ეს რომ მიყიდია ეხა, ბევრად დიდ განსხვავებას გქონდა, ვიდრე წინაზე რო ვიყავით. წინაზე რო ვიყავით უკვე მეგობრებო, აი ხერხემალი მტკიოდა რა. ეს წონა ძალიან მაგრად ანაწილებს. აუს უდავდი. ეს არის Alps Mountaineering-ის 75 ლიტრიანი ჩანთა, რომელიც 85-მდე იქცევა, 85-ზე იქცევა რა და მაგას ზემოთ გაჩვენებთ კარგად.
აქედან უფრო სერიოზული აღმართები იწყება. აი. ერფებით მოძრავთ უკვე. უსლი აღარ იდება მიწაზე. სადღაც მონადირე ძაღლები არის. ნადირობენ უეჭველი. შეიძლება იქით მინდვრებში ნადირობენ. მინდვრ კაცი სხვა რო ვერ გავიგეთ ეგ აუც. მინდვრიდან ისმის ხმა და უეჭველი ნადირობენ. მეგობრებო, ცოტა გზას ავწდით, ნუ გზა არ არსებობს. ჩვენ მივყვებით, წყალისა და ჩამოდის ხოლმე რა. რო ყვალავს ეს მაგას. დრონით რო ავხედეთ, ეგ ადის მთებში. უბრალოდ რაღაცნაირად ავწდით რა. აზრი არა რანაირად მოვყვებოდით, მაგრამ მან დაღარვართ. შეიძლება აქ წყდება უბრალოდ ეგ და სხვა განეძრობა მერე და გავუყვებით რა. დასაწყისში მგონი არც მქონს. კონისა და ჩაჩუბეთის მხარეს ვართ რა. არ ვიცი ეს უფრო რომ ეს ეკუთვნის. მაგრამ რაც არის. თებზე უნდა ავიდეთ. რამხელა მოტეხილი ხეებია გი. ნაუ წესით ვიპოვით რა გასასვლელს. ასასვლელს. No śpiewa. Order. Oj. ეს არის სულგუნი შებული. იზის მადლობა აქედან. ცოტა შევჭამ სულგუნს და მე დრონს ავაფრენ რომ გზა ვნახოთ. რა ტექნოლოგიითაა დამზადებული? შრალი გაყინური ვარ. სამშუბუქია და ინახება დიდხანს. ძალიან კაი. მადლობა იზისպես. მომეხალი რა. ჩიპსი ვიქა. მოგინდათ ლუტთან ერთად ჩიპსის მიყოლება, მაგრამ არ გინდათ რომ გასულ. რამდენი? აღარ დარჩა. აიღა. წამე და მოვიდა. ვერ ჭამს. აღარ მეტეო. აისონ არ გინდა? აისონ მე არა. მეგობრებო, ახლა წამოვედით დრონის კადრებს მივყვებით რა, ასე რომ ვთქვათ. უბრალოდ დრონში რაც დავინახეთ, ის რაც დავიმახსოვრეთ. ცოტა ცერად მოდივართ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით პირდაპირ კლდის ძირში. ფიზიკურად ვერ ავიდოდით ასე რა. ასეთი მძიმე ჩანთებით და თოკების და რაღაცების გარეშე. და ცოტა ცერად მიდივართ, კლდეს ავწდეთ და პირიქით კლდის თავზე ამოვყოთ თავი. ნოდარ, თან ცოტა სიმაღლეებს მოუმატე.
ფეხი დავადგი და აი ეს მაგრას თუ მოერია არ ვიცი. აქეთ გაგვირთულდა მაგრად გზა, იმიტომ რომ ხრეში ვიტყრია რა. ქვები. ფეხს დაადგავ და მისრიალებ ეგრევე. Diana რომ მოწყდა ეს ხე. აქ ეს მოგვიწია საშიერი დაღმართი. რამდენი კოღოა. დაღლილები არ ვართ მეგობრებო, მაგრამ აი უბრალოდ რთული გზა და თვითონ ტერფები მეტკინა ცოტა სიარული. სხვა მხრივ აი ენერგიის თემაში იდეალურად ვარ და აი ზურგით საერთოდ არ მაწუხებს. ყველაზე სასტიკი აღმართი დაიწყო რა. პირდაპირ აი კედელზე ადიხარ ჩათვალ. თითის წვერებზე დგავარ. აქ ვისვენებთ ბიჭები და გაგვიწევდა. ჯერ ისე ტყეში ვართ, წვიმა არ აღწევს აქეთ. ახეთ რომ მაგარ სიმაღლეზე ამოვიდით უკვე. რამდენი მეტრია? შეგიძლია შემოწმო. 1400 ალბათ 1300. ახლა სადაც ვართ? დაიყვირე ქვა და მისწრე. აი აქედან ცოცხალი ჩამიყვანა. აისონ, ბიჭო! რებს აკეთებ? ედი. ჯიხვი არის იმე. გურო აი ხა ძალიან რთული რა. და ხელი რა შეიძლება ზმა ჩაყავი. და ფესს ვიგზნო. მაგის გარეშე არ მოხვიდე. ეხლა ავიდე. ეხა ისეთ რბილი მიწამა. აი ეგრე ამოდი ხის. ამას თუ ამოვივლი, კაი. ბიჭებო, დაშვებაზე რას ფიქრობთ, როგორ დავეშვებ? იმიტომ რომ ტაისონი მიფუჭებს გზას.
ვეღარა. აქეთ მოტრიალდი. აი მეგობრებო, როგორ წვალავს თქვენთვის. რომ კონტენტი დადოს. და თავისი მუღამისთვისაც. მეგობრებო, ფუსურვილი გაქვთ, გამოიწერეთ არხი. ამოვიდე? კი. დავაი გურო. მოვდივარ. დაისონს კიდე თამაში უნდა. სად იყო? გაჭედე. მაგარი ადრენალინი იყო აი ჩემთვის იქ რა. ზურგით რო გადავარდნილიყავი. გავიან კისერს მოიტეხავან რამეს. თან სულ დაღმართია, სადმე დაღმართი სწორი არ არის და დავევრიდებოდი. ამ მოსვლისას დაუშვი ერთი შეცდომა, ასე დაღმართზე ხის გარშემო შემოტრიალება არ უნდა გამერისკა. იმიტომ რომ მაგ დროს დაღმართზე ყველაზე საშიში არის ზურგით უკან გადავარდნა. ამ დროს თავდაყირა დაიწყებს ადამიანის სხეული ტრიალს და დიდი შანსია რომ კისერი მოიტეხო ან საშინელი დაზიანებები მიიღო. ისე რომ დაცურდე დაჯდომილ მდგომარეობაში ან პირიქით სახით მიწისაკენ, ბევრად დიდი შანსი გაქვს რომ რაღაცას ჩაეჭიდო და გაჩერდე. ასეთ შემთხვევაში ვერაფერს იზამ. სად ვართ მეგობრებო, ნახეთ. წვიმს, მაგრამ წვიმ არ მადარდებს, ახლა რაც მადარდებს ეგ არის სწორი ადგილი. აქ ამოსვლის მუღამი კი მქონდა ძალიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ის არც მიფიქრია სპეციალურად სწორი დამხვდებოდა თუ არა, იმიტომ რომ შეხედა კლდეა ესეთი და სწორი როგორ დახვდება რა. პატარა ადგილიც რო ვიპოვოთ, ისე რომ სამი კაცი როგორმე დაეტიოს, თუნდაც ესე. ალაგ-ალაგ. უბრალოდ ჯერ ფიზიკურად აქ სადაც დუავა ნახეთ, არც არაფერი. სულ დაღმართია. რაღაც გვინდა რა. დაღამებამდე, თორე შუა დღეს გაცდა უკვე. კლდეზე ვართ რა. რომელსაც სწორი ადგილი არ აქვს საერთოდ რომ დაწვიან რამე. უნდა მაინც რომ წამოწვე რა ტიპი, სამნი ვართ მით უმეტეს. სულ ზემოთ რო ავუყვეთ, კიდევ ერთი დიდი კლდე ეძრობა, აი უკვე ფინიში რა, მაგრამ იმას საერთოდ არ აქვს, აი პირდაპირ ასეთია. საერთოდ ცოლი რასაც გეტყვით ხოლმე დაუჯერეთ, ნინი მეუბნებოდა რომ მანდო დასაწოლი არ იქნება რა აზრი აქო რა. რო ახვიდე თუ სულ ესეთიაო და არ დაუჯერე. არ დაუჯერე და აგის სამივე ტანჯვაში ვართ. მეგობრებო, მოკლედ რა გეგმა მაქვს რა. დამეთანხმა ორივე. აქედან, აი ამ კლდიდან ოდნავ ქვემოთ ალბათ რამდენი მეტრია. მაქსიმუმ 10 მეტრი რა. არის ერთი ადგილი, პატარა ბალახები არის და ცოტა ღია სივრცე არის, სადაც სამი კაცი დაეტევა. ესე ზუსტად გვერდი-გვერდ არა, მაგრამ ერთი აქ, ერთი აქ, ერთი იქ. ახლოს რა. ეგ აქვს ჩვენი ვარიანტად. უბრალოდ ცოტა ფრთხილად უნდა ჩავიდეთ. ჩასვლა ბევრად საშიშია, მით უმეტეს ძიმე ჩანთებით ვართ, უკვე ცარიელი რო გქონდეს კიდე ხო. ფრთხილად ჩავიდეთ და რავი, ღმერთ უკნა შვიდობით ჩავიდეთ, იმიტომ რომ ამოსვლისას ძალიან ცუდი იყო, აი. აქეთ მხრიდან ამოვიდა გურავიდან დარი და მე ასე წამოვედი. მეგონა უკეთესი იყო და ცუდად გავრისკე რა. ხელი ჯანდაბას აი ღმერთმა მომიყვანა რა. თორე შანსი არა, მე მანდ ფიზიკურად ძალას ვერ გრძნობდი რომ ამოვდიოდი. თავისით ამოვედი რა. ეგეთ სიტუაციაში ყოფილიყართ მეხვდებით. თორე ესე მძიმე ჩანთა რომ გადაგიქნეს უკან ასეთ პირდაპირ დაღმართზე, ეგრევე კისერით კაპან და აღარ ახარ. აქედა რო ვარდებოდი წეღანოს არის ჩადის ეს კაპანო და ნახე სად არის. დასრიალდა და თან ესე შვებოდა ხელებს. ნიჩვევს უსვებდა. არა ბიჭო, საშიში არის. რამე გააფუჭე, დაიზიანე? მაგზე არაფერი მოგიო.
მეგობრებო, მოვედით. აქ არის გურო, იქ არის ნოტარი. საფეხურები გვაქვს რა და ეს არის ჩემი საფეხური. მაგრამ აი ასეთია რა და რამენაირად უნდა გავასწორო. რამენაირად რავი. ჩანთას ხო ჩაღრა. მოკლედ ეს არის ჩემი ახალი ჩანთა. ჩემი სპონსორისგან, Kemshare-ისგან. Hopsis ჩანთა არის. 75 ლიტრიანია, მაგრამ ეს რო იშლება, ის სადღაც ასე ხდება 85. ამას ის პლუსი აქვს, რომ ზემუნდა რო არ ამოალაგო. აუ ამას დავხურო. იქით არ გადაიყრეს. ზემუნდა რო არ ამოალაგო. ყველაფერი ასე შეგიძლია გახსნა. რა მჭირდება? ახლა ძირს დასაფენი, ტენტი. რამე ეს არის მარტო ტენტი წამოვიღე დღეს. კარვით არ ვარ. ეს ძირს დასაფენი. აქ იქნება ჩემი საწოლი. ამახამ ახლა ზემოდან უნდა გადმოვშალო ტენტი. კიდევ ერთი ტანჯვა, იმიტომ რომ გასაშლელი ჯოხები დამრჩა. არა და რამდენჯერ თქვი. ხო და რავი, სწორი ტოტები უნდა ვიპოვო, ისე რომ ესენი კარგად გადავჭიმო რა. აისოს ვაჭამო. მეგობრებო, გავშალე ტენტი, მაგრამ მგონი ასეცი რა ცხოვრებაში არ წავიდი ვარ. თავი უნდა შევიყო კამერამენად, რომ გადავიშვა რა. აქეთ ამხარ ესე დავტოვე. აქეთ ამხარ ეს ტოვე სულ ღიას. 7 საათი დაიწყო. აი, ნოდარი, აი გურო, მგონი დაჟის ძინავს. აგერ ვარ მე. ჩაეძინა გუროს. ჩვენ ცეცხლის დანთებას ვფიქრობთ რა, სადმე ხმერები რომ მოვიპოვოთ. მეგობრებო, მაგარი ცუდი ადგილია შეშის მოსაპოვებლად აი. სადღაც რო ჩახვიდე შეიძლება ვეღარ ამოხვიდე. არა. Then go goed.
მეგობრებო, წვიმა წამოვიდა, მაგრამ იმედი ამაზე ცუდი წვიმა არ წამოვა. არტების ხმობა. შემახედე. სო, შეკარი. დღეს იზი გვიშველის რომ მოვიხოდოთ რა. მადლობა იზის. მე ლობიო შევჭამ. გურო ფათმის სუფხარჩოს და აგენო და იურეს. მომნე. აქედან რო ვუყურებთ ეხა ჩვენ ამოვლის რა მაგარია ხო? ახლა ხე წამოვიდა სიცხე. მოდის. იურესაც უხდება. მომაწუწა მე. ჩემსაც ოდნავ რაღაც ადგილებში დააკდა გახსნა, მაგრამ არა უშავს. ამახსა. ხო. ავარია გემრიელია და მოფხოდავს. მე გიგონება სახში გააკეთე. ასამ ცოტა მარილი რო ქონდეს. ეხლა თან ჩავაყრიდი. სანური მარილი მქონდა. დაგრიჯომ. შენ ნაცარქიქია ხო არა ხანო და ყველი ამ ხელა ტიპს ერთი თავი ყველი აქვს წამოღებული. ძიმე იქნებოდა, მაგრამ იქნებოდა. ნახევარი. რა უკრია? თა მარილიანი ფრუნძიმია კიდე. ეს ნუდარის ყველი აჯიკაიას. აჯიკაიასაც მადლობა, მწვანე ცხარი აჯიკა წამოვიღე, 4 წვენი გადმოვიდა. დღეს შეგვიძლია ბევრი ვჭამოთ, რომ მაინც არც წასასვლელები ვართ, არც წამოსასვლელები. არც ისეთი საქმე გვაქვს, რომ ბევრი უნდა ვიძინო. ენერგიებიც ვაღვიდგინოთ. კომდოს მომწვი, 1-2 წელი მომწამი საათი. Proli აღარ ჯამო. თუ დესერტი. დაჭმე.
ესე შეუდეხა მხარიდან ეხა მე გავაგზავნე. Რომ აიწიოს. ხერხი რა გაჭირს. ცოტა კიდე აწია. Ух. А ну, где? Вот. Ой. Ჩემი კოჭლი ფეხით უნდა დაგიხო. Каче? Гლის მაგრა ეშინიათ. Čo იყოს რა? აფი. ხელი არ მოვა. მეგობრებო, ნახეთ რა მაგარი ნისლი მოგვადგა. აი, გეგონება რომ ამის იქით ვსო, სამყარო აღარ არისო რა. ერიდება მაინც. უბრალოდ არა. უბრალოდ დაგიგულა არის. დაგიგულა მო. ნახეთ. რა მაგარი. Качик. აგვიწვინდა მაგრად. შემოვედით მაგიტო. მედი აღამე აი აქ თულ წინ არ დამიდგებიან ტურები. აქ მაინც ამას შემოიწვე, ისე რომ ვიწვევი. ეს ჩეკორსკინი თბილია რა. ჩანთა დავიდე ბალიშად. ეს შეხო კარგად, კარგი ბიჭი.
მეგობრებო, ისე ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული გზა, რაც გამომივიდა ცხოვრებაში. ვიდეოში ბევრ რამეს ვერ აღვითავთ, ბევრი კადრი არ გადამიგია, ანუ რთულ სიტუაციაში ვიყავით და გადაღებისთვის არ გვეცალა რა. გულმას აღნიშნა, რომ ძალიან რთული ის იყო გზა. აი, კიდე კაი წინას არ უშვებს ეს. აი, როგორ გითხრათ? 4-ზე დავდიოდი, ამიტომ ხელფეხს ვიყენებდი, რომ ავსულიყავ, ისეთი აღმართი იყო და ის იყო მაგარი ცუდი მომენტი რა. ხეზე რო ვარ შემოხეული. ეგ არის მაგარი ცუდი მომენტი, მეგობრებო. ქვემოთ იყო ძალიან მაგარი დაღმართი, სადაც 4-ზე ამოვედი. ამიტომ მანძიდა რომ გადავარდი ადამიანი. ეგრევე ჩანთის წონას მიყავხარ, ესე ზურგით უკან რა. მე გადატრიადები და დიდი შანსია რომ ისერი დაიზიანო ან მოიტეხო ან რაღაცა. მე იმ დაღმართზე რითი გაჩერდები, როდესაც ამოყირავებული მიდიხარ. ესე დაგდომილი რომ დასრიალდები, სხვა თემა, ან დაწოლილი რომ დასრიალდები, რაღაცას ეჭიდები რა და ამოყირავებული მიბზრიალებთან რაც უფრო მიდიხარ, უფრო უმატებს ისიც ხარ, საშინელებაა რა. თან ჩანთის წონა. მე კიდევ გავრიწე რა. ის რომ ჩანთა გავტენე. ბევრი ისეთი რაღაც ვიდეო, რაც დღეს საერთოდ არ გამოგვიყენებია რა. სულ ვეცდები ხოლმე რომ მაქსიმალურად სუბუქად ვიყო რა. დღეს მართლა ბევრი რაღაც ისეთი წამოვიღე, რაც საერთოდ არ დაგჭირდა. ასეთი ამინდი გვაქვს რა, როგორც ნახე ამიჩი მთელი ღამეა ჩვენებს წვიმას რა. ნახოთ აბა რა იქნება. თავარია რომ სიმშრალეში ვართ რა. წინანდელისაგან განსხვავებით. სხვა დროს უკვე ასეთ პირობებში ტენტის წამოღებას ჯობია კარავი წამოიღო ხოლმე რა. იმ თემაში რომ ძალიან გავში და ხურულში მაინც იქნები. ახლა ღიაში რო ვარ. დაზღვევის მიზნით ღამით ფანარი უნდა დავტოვო ამფებული. მაინც რაღაც ნაკლებად მოვა რა. აქეთ მგლებიც არიან მეგობრებო და თვებიც არიან. ურები თავისთავად. პატარა მაიმუნები. თან გარეთ გონი საწვენი გვიწვია. მაგის მიზეზს უგავაფრთხილე. სენჯერი არ შემოგივარდება არც დათვი, მაგრამ მაინც რა ე არის ცხოველია, აცებელია და რა იცი რა ხდება. კარგი არის რა. ასეთი რთული გზის შემდეგ, დაღლის შემდეგ დასვენება და უბრალოდ წოლა ასეთ საოცარ ხმებში. მადლობა ხმებს ასეთ კარგი დღისთვის. მეგობრებო, ჩანთას აქედანვე შეგიფასებთ. მართლა მაგრად მომეწონა ყველანაირი გაზვიადების გარეშე. როგორც კემპში არ შემიძლეს, რომ აი მართლა კარგი იქნება და წნეული ვარო, მართლაც ეგეთია რა. ხوام სიმძიმე არ გიმქონდა, მაგრამ აი არანაირი წელის ტკივილი, არანაირი დაღლა ზურგში მე არ მიგწია. ერთადერთი დღეს რაც დამეხალა ეს იყო ფეხის კუნთები და ტერფები, იმიტომ რომ აი აღმართზე რო ხარ, ტერფებით უნდა იარო. ეგეც ისე კი არ დამეხალა რომ რა სათვალეთ კარგად ვივარჯიშე რა. დღეს ფეხის დღე მქონდა ისედაც და ჩაგდება არ გამომივიდა. ეგ ამიხარ. თუ სურვილი გექნებათ მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო. 280,000 გამომწერია წინ და რაღაც მაგარს გავაკეთებ 280,000 გამომწერზე და 300,000-ზე რაღაც განსაკუთრებულს რა. ნახოთ როდის ავალ 300,000 არ ვიცი. თუ ზამთარი დაემთხვევა, რად მაგარი. თორე კაი რაღაცა გეგმაში. მეგობრებო, რჩევა. მაგარი დარხეული მაგ. არასდროს არ ენდოთ არა ბრენდირებულს რა, მაგალითად ეს ტენტი. არც ბრენდი არა. ხო, არა, არც გადაიღებს. როგორც გარეთ წინდა, ისე წინდა შიგნი. საძირეთო, მაგრამ გარედან სუსველია. იმედია. გავქვაჩავ ისე შიგნიდან გათბობას, რომ შიგნი არ შემოვიდეს ეს სისველე. პირიქით გარედან გაშრეს. საწვიმით წევარ. აი ეს შეგნით არის ჩახონყურებული. თბილოდ ვარ რა. არის თემა რა წვიმს ყველგან რა. ახეთ.
გავიგროს 12 საათია და მთელი ღამე წვიმაა გამოცხადებული. დამერხა. ექვსის ნახევარია მეგობრებო. კათენდა. არ მჯერა. საშინელად მეძინა. ცოტა მოვიხავდო და მოგიყვებით. მაინც ხელი იყო ყველაფერი მეგობრებო და აზრი. აი საშინელი ტენტი გამოდგა რა. მეგობრებო, აქვე მინდა გითხრათ, რომ Beavercraft-ის იარაღებზე, ნაჯახებზე, დანებზე, მაჩეტეზე აღწერაში არის ლინკი. იმ ლინკზე რო გადახვალ, BBROLD-ის სახელით კეთდება ფასდაკლება. ჩემი ნადირი დღეში გუში მაგრად გამოგვადგა. ბიჭებსაც მაგრად მოეწონათ. ისევე როგორც დანა. დანა ჩათვალე არის პატარა ნაჯახი რა, ისე მაგრად მუშაობს. მეგობრებო, ახლა წყალი არ დაგვრჩა ფიზიკურად იმდენი, მაგრამ არ ვიცი ჩემ ვიდეოებიდან თუ იცით, აი ეს ბოლოები, ნაძვის ფიჭვის, არის საოცრება რა. ამის ჩაი. ესე მოტეხავ, ჩააგდებ, წამოატუღებ, თუ გინდა შაქარს დავამატებ და აი უსაოცრესი არის და რაც თავარია სასარგებლო. სუსველია შეშა, მაგრამ პატარა კოცონი მაინც ავონდა წასვლის წინ. როგორც იქნა 2 საათია ფეხზე ვარ, ერთი ვერ აგაყენეთ. მოდარ მოდი აქ შენი დასაჯდომი წამოიღე, მაგრა გათბები. არა ამას აღარ გადმოაგდო. შეგწვიდა ხალე. მაგრამ ცხელობა. საძილე ვერ შევკარი, ისე მცხეული. მეც არ შემიკრავს.
შეკრავდი სუდა დიო. გელი. თავიდან ერთი წვეთი დავინახე და მეთქი ეს ალბათ რაღაც საიდანღაც არის მეტი. მე რო წამოვიდე ყველგან. დაუშვა. ყველგან სველი იყო. ვინ აპარებდა ხო? კი, ჩოვლებრივად რა თან. მიდი და ელდე, ხავათერ შუშუა. რამის აი ხა ეგ დავკეთო და აქ დავაკვდო. დავწვა. მინდი კაი ცეცხლი გამოვთ. მინდი კაი. ეს ღამე რაც ხუნტავდა მოვიდე ჩემ კარავთან. ბიჭო, იცი რა ჩვენ აქ დავაკვდი. ვიმეს ერთად როცა ვარ. ტყეშიც და აი სახშიც იცის ხომ ან სოფელში. ღამე არ ვიცი, ატყ დარდობს უაშვება, მაგრამ ყველა შემოწმება უყავს. სანამ ყველას არ შეამოწმებს, ჩემთან ანუ წქმუნტავს ვერ ვაჩერებ რა, სულ უნდა გასვლა. მე არ სპეციალურად გავუშვე რომ ენახა. მე ღამე წამოდგა ესე იყურე 1-3 ჯერ იყურება წინ ესე. რაღაცები დარბოდნენ და დაინახა რა. მეთქი დაწე გამანები თავით სულ აღარ მახსოვდა რა. თან თავის ხარისხი ღია მქონე, იგი გახედო არ მინდოდა, ვითომ არაფერი. მე მეთქი ღამე რამე ვარ გადამლოკოს სახელზე მეთქი. ღია პროგრესი. ღიაციც მიჩვეული ვარ. თეზამთარი ღიაც მეძინა. ოხე, აი ისე. მეგობრებო, უკვე 3 საათი გავიდა, რაც შეხსევათ, 9 საათით დაიწყო. ჩავბარგდებით ბიჭები უკვე. ჭამეთ, ყველაფერი რაც ქონდა. ჩავბარგდებით და წავალთ. ცოტა გადავანაწილო ისე. ამ ტენს წავიღებ, იქნებოდეს მე რამეში გამოდგეს. არა აი საშინელება რა ნახე სუსველია იდე კაი ცოტა მეძინასავით რა იდე კაი საერთოდ დრონიც ამით წამოვიღე მაგარი რაღაცაა ეს კი კიდე კაი ნამდვილად წყალგამომტარი აღმოჩნდა ჩავბარგდი როგორც იქნა. არც ისე შემსუბუქდა ჩანთა. წყალი მომაყდა და საჭმელი. ეგეც ბერს ნიშნავს. აი დარჩა კიდევ რაღაც ნივთები ჩასალაგებელი. მაგავი. ნოდარიც მორჩა თითქმის. და დავუშვები, დაშვება ცოტა რთული იქნება. ცოტა კი არა, ამოსვლაზე ბევრად რთული იქნება. რაღაც მონაკვეთებს გადავიღებ ხოლმე. წავიდა, დავეშვით აბა. კურო, ხო გითხარი, დასველებული უკეთესი იქნება ხო? საშიშია მე. საშიში არის კი, მაგრამ უყურე, ის არის ჩამპალია რა და იმდენად აღარ ცურავს, როგორც ქვიშა. ეს მიახტი. ბიჭო. ტაისონს არ მოხდეს ხო ემათ. მოხდა.
რა იყო გურო? ხვა ჩავაგდო და აა მეგობრებო, ერთი რაღაც არის გასათვალისწინებელი, რომ ქვები წვივა ძალიან რა და ჩასვლისას ერთად უნდა ვიაროთ. ვინმე ძალიან დაბლა რო იყოს. შეიძლება უზარმაზარი ხო? და ეცეს. აი სუნცაც აღაუშვებ წინ. აბა ხო? ავიდე. აი ჯოხიდან მახსოვს რომ უბრალოდ ნოდარი რო იქინა სადღაც გასწორდება გზა. ჩამოვედით მეგობრებო, დაშვილი კლდე რო იყო. მაგას გავწვით. ნოდა რა სწორებს წინა? აუ დაანას. სპეციალად მოვიხადე მე. მაგას ასე აუყევით. ესე ასე უნდა წავედით. მაგარი ამინდია. არც გასწოლებ, არც ხსელა. ხო. არც წინა არის. ეს წვი. ანუ შედავინახა შეიძლება. Sen de te gaudia da conta. გამოჩნდა ჩვენი წაქცეული ხე. აქედან უკვე ჩვენი ბილიკი უნდა ვიპოვოთ გუშინ რომ გავყოლეთ რა. ხელპირით დავიბანოთ. გავედით მეგობრებო, ახლა იწყება უკვე ფეხების ყობა. მაგარი იყო რა. ეს იყო მაგარი თავგადასავალი. ჩამოვედით. მეგობრებო, აქედან და დაგემშვიდობოთ, მე გურო და ნოდარი. მაგარი იყო ძალიან. ვერას იტყვით. ექსტრემალურიც იყო. კი. უფრო მარტივად შეიძლებოდა, მაგრამ სპეციალურად არ წავედით. ანუ ეს ფიზიკურად გზა არც არის რა. ჩვენ ავედით. რავი მეგობრებო, თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში და არ დაგაუწდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონებაც. სხვას რა სიტყვით აბა? ასეთი ექსტრემალური გზა. რავი, არ ველოდი, ნამდვილად. დიდი აღმართები იყო და ცდად ღირდა თავის გამოცდათ და იმედია ისიაუნებთ ამ ყველაფრით. კარგად გამოცადეთ ჩვენი თავები. ოძილიც მაგარია. კლდის პირას. აბა მეგობრებო, მაგრად თქვენ უყურებდით BBR Wild.